მოდით განვიხილოთ, რა რჩევას იძლევა მშფოთვარე ადამიანი თავის TikTok-ზე, რომელიც განკუთვნილია მშფოთვარე ხალხისთვის და ღირს თუ არა დანერგვა პრაქტიკაში. სულ რამოდენიმე რჩევა. პირველი მათგანი ასე გამოიყურება. გაანალიზე, რომ შენ პარტნიორს საკუთარი ცხოვრება აქვს და სრულიად სხვა პიროვნებაა. კი ბატონო, სრული სიმბიოზი მეტწილად გამანადგურებელია, ამიტომ ამაში დავეთანხმები. მეორე ასე ჟღერს, 24/7-ზე საჭირო არაა იყოთ ერთმანეთის ცხოვრებაშიო. კი ბატონო, ორივეს უნდა გაგაჩნდეთ რაიმე თქვენი ინტერესის სფერო, რომელთაც ერთმანეთს არ დააზიანებთ. და მესამე, ხშირად შეხვდი რამოდენიმე ადამიანს ერთდროულად, რადგან ერთი ადამიანი თუ დაიწყებს თქვენგან გარიდებას, ის სხვები ხომ მაინც დარჩებიან თქვენთანო. გავიგეთ, რჩევა ვითომ და ლოგიკურია, მაგრამ რეალურად ეს ემოციური სტრატეგია მეტყველებს დაუცველობაზე. ეს არ არის ჯანსაღი ურთიერთობის ფორმა, ეს მარტოობის შიშია, დაკარგვის შიში და შფოთვა, რომელსაც ვერ ვუძლებთ თუ ერთი კონკრეტული ადამიანი ჩვენ იმედებს ვერ გაამართლებს. როცა ადამიანი წინასწარ დაზღვევაზე ფიქრობს და ერთის ნაცვლად რამოდენიმე ურთიერთობას ირჩევს, ის რეალურად საკუთარ თავს აჩენს როგორც მომხმარებელს და არა ადამიანს, რომელიც ურთიერთობისთვის არის მზად. თუ ადამიანი არ გამოდგა და ვერ გამოადექით ერთმანეთს, კი ბატონო, დაშორდით, დაივიწყეთ და მორჩა. მაგრამ მრავალთან შეხვედრა კონსუმერიალიზმია და არა ადამიანური ფაქტორი. ეს ემოციური პასუხისგებლობის ნაკლებობაა და საკუთარი შიშების სხვებზე გადატანა. თუ მუდმივად რამოდენიმე კარს ღიას ვტოვებთ, ვერც ერთში ვერ შევდივართ საბოლოოდ.